სალვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ადგილობრივები ტაძრის მშენებლობის განახლებას მამა მარკოზის ხელმძღვანელობით ითხოვენ. ამ მიზნით ისინი დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მრევლისთვის მიუღებელია მშენებლობის წესების დარღვევის მოტივით 7 მაისს ჩამონგრეული ეკლესიის მშენებლობის შეჩერება. წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა 2011 წელს შემოწირულობებით დაიწყო და მის დასრულებას ახალსოფლელები წელიწად ნახევარში ვარაუდობენ. ამ შემთხვევის საფუძველზე არ უნდა გაჩერდეს ეს ამ ეკლესიის მშენებლობა. მიმართავს სახელმწიფოს ხელმძღვანელ პირებს გაამახვილოს ყურადღება და ღრმა ყურადღებით მიაქციოს ყურადღება, რომ ეკლესიის მშენებლობა გაგრძელდეს. თანადგომას ვუცხადებ მთელი მრევლისა და ახალსოფლის სახელით მამა მარკოს, ადამიანმა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ ტაძრის მშენებლობას, რომელიც დღეს არის განადგურებული მომხდარი ტრაგედიის გამო. მოუწოდებ მამა მარკოს მოიკრიბოს ძალღონე და თავისი დაწყებული საქმე მრევლთან და ახალსოფლის მაცხოვრებლებთან ერთად დავასრულოთ ამ ტაძრის მშენებლობა. ბიჭები ჩამოდიოდნენ სოფლიდან, ხალხი მოდიოდა და მუშაობდით ყველა ერთად. სოფელი მოგითხოვთ, რომ მამა მარკოსი დაუბრუნდეს და მამა მარკოსმა შეძლოს, რომ ტაძარი აშენდეს. სურს რომ განახდეს რა ტაძრის მშენებლობა და დიდი სურვილი იქნება, თუ ისევ მამა მარკოზი ისურვებს ჩვენთან ამ ფრიად საშვილიშვილო საქმის განახლებას და გვერდში დაგვიდგება კიდევ.